მიმძიმს ლაპარაკი ხალხის წინაშე. 21 წელია ვცხოვრობ ცოლთან, რომელსაც არ უყვარ. ობლად გავიზარდი. ოჯახი შევქმნი ჩემი წვალებით. ჩემის ჯანმრთელობა შევაწირე. ნინო ბერიძეს, რომელიც დღესაც სახელად ჩემი ცოლია, მაგრამ თანაგზნობას არ მიწევს. ძალიან თული პრობლემების ქვეშ ვყავარ. ჩემთვის საერთოა. ხალხოთ გამოსულა. წამოვედი ოჯახიდან ისე. ჩავიწერე აღარ იყო მდგომარეობა ძალიან მძიმე მქონდა რომ ჩანაწერი გავაკეთე ტელეფონში. მოусმინეთ ყველამ. მინდოდა წამომეღო ყველ სამკურნალო საჭმელად რომ ხონოდა რა. რა არის ეს? ცოლის სალადობა ჩემს მხრივ რომ არ გამომატანა ყველი მინდოდა და კიტრი რომ საჭმელად გონდეს ავატყოფოში მივდივარ და საწოლად მეთქი. არ მომცა საშუალება რომ შეიძლება რომ გამართად. მოდი ზეწოლას მიკეთებენ ძალიან მემუქრებიან მარტო ერთი ხელი აიღე ხელი დამაკარებ. მეშინია რომ ხელი დავაკარო ცოლს ან რომელიმეს რომ ეგრევე მიჩივლო. არც უნდა დააყაროთ ხელი. და მაგიტო მეშინია არ ესმით. ჩემ საკუთარ სათბურში კიტრს ვგავდით. მოდით რაღაცები მინდა ბატონს რომ გავარკვიო. კიტრს ვგავდით და დარგვისას. რა ჭირდებოდა როგორც მქონდა დასარგავის სტილზე მჭირდებოდა დარგვა. და ვთხოვე უბრალოდ რომ ამ ზოლში დარგავით. კიტრს გევდით სათბურში და კიდურში გევდა ნამეტარი და უთხარმე ასე კიდურში ასე არიზამს რომ ისა დაასო ჩხირი ცელოფანი და დააფარო და ასე ახლო არიზამს. არაო გინდა არ გინდა ასე დაიყოს. მე ამანაც მოვდა და ამა უთხარ რომ დედი დაანებე მისი ინათი და გეიტანოს ძალიან ინათიანია და ეს იყოს რაც ხაფერ ამბობს ისე და იყოს და ისე დაურგოთ მე. ამანო მისი ინათიო რაფერ და გეიტანოსო ამანას თქვა და ой შენ ჩემზე ასე რაზე თქვიო და წამიიწია ბაღზე დასაწყმელად.